ვინ აფინანსებდა 2008 წლის ომს საქართველოში, რა კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილს კრიმინალურ სამყაროსთან, როგორ მიიღო ქართველმა მილიარდერმა საფრანგეთის მოქალაქეობა და რატომ ეხმარება მას საფრანგეთი. ასევე რა კავშირი აქვს ოცნების ლიდერს საბრძოლო იარაღების არალეგალურ გადაზიდვებთან ანგოლას რესპუბლიკაში. აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მიღებული ინფორმაცია რადიო RLN-ის ეთერში ქართული წარმოშობის რუსმა ჟურნალისტმა ვლადიმერ ივანაძემ ფართო საზოგადოებას გააცნო. ჟურნალისტი აცხადებს, რომ ივანიშვილის კუთვნილი ბანკი რასისკი კრედიტი არაერთ კრიმინალურ სკანდალთანაა დაკავშირებული, მათ შორის ყველაზე გახმაურებული გახლდათ 90-იანი წლების საერთაშორისო პოლიტიკური სკანდალი ანგოლა გეიტის საქმე. მაშინ რუსეთიდან ანგოლაში იარაღის არალეგალურად გადაზიდვის პროცესში ანგოლას ხელისუფლება იყო ჩართული. ამ პროცესს ხელმძღვანელობდა რუსეთსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კარგად ცნობილი მაფიოზი არკადი გაიდამაკი. გაიდამაკის მთავარი პარტნიორი კი ქართველი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი, კერძოდ კი მისი კუთვნილი ბანკი რასისკი კრედიტი გახლდათ. ამჟამად გაიდამაკი სამართალდამცველებს ემალება ისევე როგორც რუსული მაფიის სხვა ლიდერები, თუმცა მთავარი ეს არ არის. მთავარია, რომ გაიდამაკი უკანონო ბიზნესიდან ნაშოვნ ფულს სწორედ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბანკის რასისკი კრედიტის მეშვეობით ათეთრებდა, აცხადებს ჟურნალისტი ვლადიმერ иванадзе. Банк «Российский кредит» и, конечно, центральная фигура его Иванишвили связана с несколькими, даже не то что уголовными делами, а как бы уголовными эпохами. Во-первых, наверное, вы слышали о таком скандале криминальном во Франции, в частности. Скандал называется «Ангола Гейт». И это связано с нелегальной поставкой оружия из России. И участвовал в этом такой человек Аркадий Гайдамак. Так вот, главным партнером во всей этой сделке Аркадия Гайдамака, повторяю, главным партнером, был российский кредит, ну и в частности сам Иванишвили, поскольку без него и без участия довольно серьезных людей в руководстве России, особенно в армии, все это было бы невозможно. ანგოლა გეიტსის სკანდალის ერთ-ერთი გაგრძელება გახლავთ 2008 წლის ომი. ჟურნალისტი ვლადიმერ ივანაძე ირწმუნება, რომ ივანიშვილის ბანკში გაიარა ფულმა, რომლითაც რუსეთმა საქართველოსთან საბრძოლო ტექნიკა შეიძინა. Когда была война в Грузии в 2008 году, банк «Российский кредит» продолжал работать с крупнейшими военными предприятиями, которые производят малое и среднее вооружение, там от пулеметов и автоматов до такой малой артиллерии, плюс занимаются вооружениями для военно-морского флота и авиации. И этот банк был опорным, то есть через него проходили контракты и финансовое обслуживание этих предприятий. Вот это меня... Владимир, я вас правильно понял? В какой-то степени это означает, что Бедзина Григорьевич финансировал войну в Грузии. Так ли это? Ну, в какой-то мере да, потому что, ну, как, он же не вышел оттуда. Более того, по информации Центрального банка, через огромное количество кипрских офшоров Бедзина Иванишвили был единственным владельцем российского кредита. Единственным. То есть все эти офшоры принадлежали ему, которые между собой перекрестно были учредителями, но в финале был Бедзина Иванишвили. То есть финансировал ли он войну, я не знаю, но, по крайней мере, он финансировал или участвовал как бы финансировании предприятий, которые занимались тем, что стреляло в Грузии.
ანგოლა გეიცის საქმე მხოლოდ რუსეთსა და ანგოლაზე გამავალი სკანდალი არ ყოფილა. ამ საქმეში საფრანგეთის მაღალჩინოსნებიც იყვნენ გარეული. აღსანიშნავია, რომ ივანიშვილის მეგობარ ეგრეთ წოდებულ მაფიოზ გაიდამაკს კარგი კავშირები ჰქონდა საფრანგეთის მაღალჩინოსანთა წრეებში, რაც მისმა ქართველმა პარტნიორმაც გამოიყენა. ივანაძის განცხადებით კითხვებს ბადებს ის ფაქტი, რომ ივანიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო მაშინ, როდესაც ის საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობდა. საფრანგეთის კანონმდებლობის მიხედვით კი ქვეყნის მოქალაქეობის მისაღებად აუცილებელი იყო, რომ მას საფრანგეთის ტერიტორიაზე მინიმუმ 4 წელი ეცხოვრა. ჟურნალისტების ვარაუდით ივანიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობა კანონდარღვევის მეშვეობით ან ქრთამის სანაცვლოდ მიიღო.